წაყამომშვიდობის, მოკლედ. საჭმელს ვაცხელე. მოვიყვანე. გეგამ არაფერი არ მიჭამეო, მხოლოდ კრეკერი ვჭამეო. არ ვიცი რა მოვიფიქრო რა გავაკეთო, არ ვიცი ხალხო. ფიქრო და ვერაფერი ვერ მომიფიქრებია. მოკლედ აქ რაღაცეები მიდევს, მე გავიმზადე ვითომ. რომ რაღაც მინდა გავაკეთო თქვენთან ერთად, რა თქმა უნდა ჩავწერვიდეთ. რასაც სულ ამბობი გავაკეთებ ლიმონის ოცხობილებს, ხო, უფრო დიდი კოლზე მინდა. მაგას გავაკეთებ. ეს გავიმზადე რაც მჭირდებოდა ეგენი. ხო და აუცილებლად გავაკეთებ. მოკლედ ციფასებო. იმედია ისეთი კარგი გამომივა, როგორიც ნო, ხელი არ შეიძლება. არ შეიძლება, კარგი? ერთი წუთი თქვენ გაჭმევთ დედიკო და მე გოდეს ვაჭამე. გოდე! მოკლედ მიწერე ხა მასწავლებელს თუ არის სკოლაში გაგიშვებ. წელს ხოლმე სკოლაში ვარ და ხო დედა, გისმენდე? ვაიმე სამაღალია დავწყი ქვამდე გვერდებზე. კიო, წადი გოდე. მიდი დედა, მიდი შეში მოგევლე. და 5 წუთია. არა, ის ტყუილია, აქ 5 აკლია. შემოჩება მაგისა. დანდარინო ბუბუა. გოდე, წესიე რა ძალიან. წლის ბოთლი ამოიღე. აქ ცეკვის შუსტები. მაიკა და ისინი უნდა ჩაუდო ერთ წამს, კაი ეს ცხელია. გოდე გავუშვი რამატ. ვაჭმევ და მოვალ მეც აუცილებლად და გავაგრძელებ ჩემს იმას. ჩამიშლეს ეს მარგარინი, კარაქი გავავღე უფრო სწორედ. ტელეფონის გამოთვა მომიწია, თან დავირეკა, მაგრამ არ ქონდა კაი კონტაქტი, ამიტომ გამოვქეთ. მერე დაგირეკავო, მაგრამ ჯერ არ ჩანს. ხო და მოკლედ ეს მე ამასობაში ცამიც მოვზილე. იმიტომ მოვზილე, რომ ბავშვებს ლობიანს შევპირდი, არ არის ხაჭაპურის ცომი, თუმცა ზეთით მოვზილე, ასე რომ წესით არ უნდა გამოვიდეს ცუდი ლობიანები და კიდევ მე მაინც ესე ამათ ინდენს ვაცხობრო, ცხელ-ცხელს მიირთმევენ ესენი, ასე რომ რა ვიცი. მაინც არ გამოვა მე მგონი ცუდი. გოდეს დავუბარე, რომ დედიკო მეთქი საჭმელი დავუმაგე და ისე წავედი, რომ მერე კარატეზე უშიერი არ წასულიყო, წამალიც დავალევინე. წაიღე დედიკო იქით დივანზე თუ გინდა. წადი დედას ლამაზი. წადი ჩემი ბუდკუჯა. ბუტასები წავიყვანე, სახლში რო აწია და გარღვეული. თან, ოდნავ ქონდა მომძრალი. ოდნავ ღია რა, ცხვირი. ხო და? უფრო მეტად გაიხსნა. მაგრამ ეგ არა უშავს არაფერია. მუხადაზე ყავს მაგას, მაინც სახლის იყო ეგ. ეხა ნახეთ, აქ მაქვს, ნახე, ბევრი არა მაქვს ლიმონის ცედრა. ერთი ლიმონის არის აი ეს ცედრა ძლივს იმას ვქენი, ზოგი მოვაძრე კანი და წვრილად დავჭერი, იმიტომ რომ ძალიან რბილი იყო. ეს არის წვენი. ხო, აი ჩანს. მოკლედ, ერთი თითი აკლია გავსებამდე. ვისაც როგორი გემო მოგწონთ, ანუ
მე მიყვარს უფრო მაგრად რო იგრძნობა, თუმცა მე ხოლმე შევჭამე ხა ამას, მაგრამ მაინც მოკლედ რა, როგორიც მიყვარს, ისიც გავაკეთებ. შაქარი 1 ჭიქა უნდა. და 2 კვერცხი უნდა ნული ზომა, მაგრამ ნახეცემი როგორია? ძალიან პატარა. არც ეხა ვიდეოში იქ როგორ გამოჩნდება, მაგრამ ძალიან პატარა, ამიტომ გავაკეთებ 3 კვერცხს. ეხლა ეს გავაკეთოთ აი ამაში, უნდა გამდნარი არაქი და სოდა ძმარი, თუ გამახვირებელი გაქვთ, არ უნდა სხვა არაფერი. აი, გამდნარი მაქვს აქ, წინასწარ გავადნე, სადღაც 100 გრამი უნდა გამრღვალი. გამდნარი, რა ვიცი, ძალიან რბილი იყოს და ესეც შეიძლება, მაგრამ გამდნარი უფრო ჯობია მე რაც გავაკეთე, რაც მახსოვს. მოკლედ, პირველი ყოველთვის ყრილი ამას, ეს გვინდა მიქსერი არ გჭირდება. აი ეს, ცოტა მარილი აუცილებლად. კიდევ საფუარი წავიღე. მოკლედ, წინასწარ დავყრე რა მნიშვნელობა აქვს. გვინდა სოდა და ძმარი სად მაქვს? Tam moca magis dzmari maქვს. ეს ძმარი მაქვს. ვაშლის ძმარი არისო. ეგ არის და მინდა ეხა დავე პატარა ჭიქა იყოს ეს ამაში გავხსნი. ეგ მაქვს მე გაკეთებული, ჯგალში გავაკეთე. ხო და მაგის მე გავაკეთე თუ არა არ მახსოვს. არ მახსოვდა ეგ რეცეპტი, სიმართლე გითხრათ. მივედი და მოვზერნე ჩემი ვიდეო. თორე ზუსტად ისეთი მინდოდა. ნახე ამის სხვა ვერსიებით, იმას რო უშვებიან მაწონს, მაგრამ ეგ ვერსია მედიდად არ მომწონს და არ მინდოდა ამის გაკეთება. ამიტომ ვარჩიე რომ ეს ყოფილი იქ იყოს. ნიჩაბის საყიდელი მაქვს. ამ სილიკონის გამიფუჭდა. არ არის კაი ხარისხი ეგ და აცი სილიკონებს ვფიქრობ რომ არ ვიყიდი. ხო. ესეც. და შაქარი. პირველი ლიმონის ცედრა, წვენი და შაქარი. ამას ვურევთ. აი ესე. აი ესე. ხეთ. ასე ვურევთ. კარგად. მედი ესე ხა აქ გარღვევა იცით თქვენ ლიმონის წვენი ამას არ გარღვობს. მივადოთ ფეხი. მომდევნო მოდის კვერცხი. თქვენ თუ გინდათ ორი დიდი კვერცხი უქენით, მე რახან დიდი კვერცხი არ მაქვს. მაგიტომ სამს გავაკეთებ. ნახეთ ამა. უყურეთ პროსტა. როგორი პატარაა. სოფლის კვერცხებია. კიდე კაი არ დაიწუცა. შემდეგ კარაქი. და მართლა კარაქი აქვს, იქ ასაწოლი კარაქი ხომ მქონდა მე დარჩენილი და აი ის გავუკეთე. ცოტა მიმწვარიც გაერიან. აი, ვანილი დამავიწყდა, მაგრამ ხო ნახავთ, რომ გამოვიყენებ. მოკლედ ბევრია და ამიტომ ბევრს არ გავაკეთებ, ჩავტოვე კიდე.
სადღაც 4 ჭიქა, 5 ჭიქამდე ფქვილი უნდა. შეიძლება ცოტა მეტი დასჭირდეს, მაგრამ ესე მახსოვს. ვიდეოშიც ესე ჩანს და ვამბობ კიდევაც თუ დამჭირდება ხოლმე დამატება, სულ ვამბობ ვიძახი. რომ აი ამდენი გავაკეთე. არასწორ რეცეპტს ან ვამბობ. თქვენ თუ გინდათ ერთი ვანილი გავუკეთეთ. ეგარი ძალიან ადვილია, არაფერი დიდი ფილოსოფია ამას არ უნდა. ღვინის ჭიქით მაქვს გათვლილი 4 ჭიქა ან ცოტა მეტი უნდა 5 რა ვიცი. პირველად რო გავაკეთე, გამოვიდა ძალიან კარგი. აი, პირში დნებოდა. უკვე ჩავდი და всё. ამას არ ვავსებ, თითქმის ნახევრებს ყრი. არ ვავსებ. და იმაშიც ვტოვებ, აი, რამდენს ისე ვაზებ. ეხლა თუ დაეძინა ამ გოგოს. არ მინდა რომ დაეძინოს, მაგრამ იქ იღლება მე რომ ვუყურებ. ძალიან იღლება. ლობიანიც გამზადებული, გაყინული მქონია, ანუ ლობიო შეკაზმული. გაყინული მქონია მაცივარში. ამიტომაც არის რომ ეს ცომი მოუსილე. შეპირდით ხო ბავშვებსა? თუ პირდები უნდა გავაკეთო. და საერთოდ მარტო ჩემთან არა, სხვასთანაც ეგრევა. თან როგორ ვარ იცით, რომ აი რომ რამე ისე ვიყო მე იმ ადამიანზე, რას ქვია, რა შევიდი, ასე ვიზამ, ისე ვიზამ თქო ვამბობ. ბავშვობაშიც ეგრე ვიყავი. სულ. ჩემი და მეტყოდა, ეხა არ ეჩხუბეო შენ იმ გოგოსო და ასეო მაინც რო რაღაცაო და. კი, მაგრამ ის რო ნათქვამი მქონდა, უნდა შევასრულო ვამბობდი, ეგეთი ვიყავი. ისეთი ცომი უნდა გამოვიდეს, რომ ბურთულები გავაკეთოთ. ზოგი ცომს მაცივარში ინახავს, მე არ ვინახავ პირდაპირვე ვაცხობ. სულ მგონია, რომ თებერვალი დაიწყო. ეს იანვარი ძალიან ადვილად წავიდა, მაგრამ იმედია თებერვალში ცუდი ამინდები არ გველოდება. არ მიყვარს ცუდი ამინდები. ეხლა შაქარი უნდა დავქვა. კიდას ჭირდა ამას ცოტა მეტი, ვითომ ის რომ დავამატე მაგიტო ერთი კვერცხი. მოკლედ იმდენს შეაზევთ, რომ გამოვიდეს ბურთულები. всё. მაშინ ცომი მზად გექნებათ.
გადი, დაიმალე, გადი. მეთო, ვიდეო გამიფუჭა მგონი. მოვზილე, ნახეთ. რო გაჩვენოთ. ესე გამოიყურება. ხელზე ეკრობა, ეგ არის ფიქრობ, რომ ხელზე არ მოგეკრობათ, მანამდე რომ უნდა ზილოთ და ძალიან მაგარი ცომი არა. მაინც დააბურთავებთ ძალიან კარგად. სინჯერო ბურთი გამოდის. ასე რომ ეხლა რახან აი ამ ყველაფრის მოსუფთავებას ვაპირებ, მანამ მეც ერთი მაცივარში დავასვენებ. მაგრამ აი ეს ექსპერიმენტები რაღაცა არა, არ მინდა ექსპერიმენტები. არ გამოდის ჩემთან ექსპერიმენტები. ამათ უბრალოდ ჩავყავ. ხოდა მერე გავრეცავ იმას რომ ხომელში გავუშვებ. ასე ვიზა მუხო გოდეცი გეგა მუსიკები არ მინდა პერჩენ ხვი ანდა ხმას ჩავუწევი ცოლე და მერე დაიწყო დედიკო ან მესის და ასე შემდეგ. ხო, მოკლედ ესე. ვეუბნები ადამიანებს რომ არ მინდა მუსიკები და მაინც არ ესმით. მოკლედ ესე. ბევრი რამ მქონდა გეგმაში, მაგრამ თურმე გეგმები არ უნდა დასახო ადამიანმა. რომ უყურებ. ადამ ჩუსტები აქ დამიტოვა. მოკლედ ეს არ მინდა ეხლა მთელი ფქვილი რომ ტიპოზე იყოს მერე. ძალიან ადვილი არის აი ეს რა ქვია რეცეპტი ძალიან ადვილი აქ არის აი ლობიო მაქს ოღონდ ჯერ გამოვალიც არ არის გაყინულია კიდე შუა ნაწილი ასე რომ შეჯეროთ ლობიანები იოკ არ არის მე მგონი იოკ სწორად ვთქვი არას ნიშნავს მგონი თუ არ ცდები. ხო, კარგი, ხან ჩუსტებს დავუგდები ამ ბავშვსა. სადმე არ ვქვილიანი, კი, აი. კი არ მივიხედები. ეს საფამაშოები მოხოლი თუ არა რომ დაყარე. ეხა მიდი და აგროვე შვილო. არა. კი. ეს პლასტელინი მოიტანა რომელიც სულ ფრჩხილებში აქვს შიგნით ჭუჭყივით. ძალიან დაბალზე დავაჭერი ფრჩხილები და მაინც მოკლედ ეხლა მინდა ჩვენ შაქრის პუდრა. ხოდა ამიტომ მოდი დავქვათ შაქარი. ოღონდ ეხლა გაიხსენოს. თათული თუ რომელი გქავდა აი ეს მე მგონი აგერ შაქრიანი მიდევს ძალიან კარგი კაი რომ დავტოვე ესე იმიტომ რომ ზოგჯერ საერთოდ ის მეორე რომ აქ ის არ გქავს და არ ვიცი რატო არა ძალიან ბევრია მე მგონი როგორც ეგეთი ამას ძალიან ბევრიც არ უნდა, მაგრამ უნდა ამოვალოთ და რაჭა. ვიკმარებ მე მგონი მაგას. აი ეს. რა ხდება ადამ?
უკუნე ეს არ გამომიყენებია. აღარც მახსოვს ეს როდის თქვი. სიმართლე გითხრათ. მოკლედ. აი ეს. პუდრა. გვინდა ეხლა. ჟარონები. აუ ის მაინც მჭირდება. მოკლედ. მე მგონია რომ აი ამ ორს გაავსებს. თუ არც გაავსო და მაინც მქონდეს ამ ხო ვერ იმასვლის ამ მერე. გვინდა აი ეს. ერთი. ორი. არა ის გაზეთი მომწონს ერთი და კიდე იყო მეორე მოწიფალო, მაგრამ ის ერთხა არ იყო. უნდა დავჭერა და კი მეზარება რომ დავჭერა. აი ასე. ამასაც დავჭრი და მოკლედ აგერ ცომი, აგერ პუდრა, აგერ ჩვენი ტაფა გავიმზადეთ. ეხა არაფერი დიდი ფილოსოფია არ უნდა ნახეთ, ჩვეულებრივად ამოდის. ესე დავაფურთავებ. თქვენ როგორც გინდათ ისეთ ფორმას მისცემთ. აი. ეგე დაალაგებთ. ზოგი ჯერ შაქარში ავლებს და ეგრე აკეთებს. თქვენ თუ გინდათ ჯერ შაქარში ამოავლეთ და მერე პუდრაში. მაგრამ მე ესე ვაკეთებ. აი ასე. ასე. ძალიან ადვილად მოყვება ხელს, როცა ზელ ვერ ხვდები, რომ აი გგონია, რომ კიდე მეტი ის უნდა, რა ქვია, ფქვილი, მაგრამ არ უნდა ყოფნის. აი ესე. ესეთი კარგი ცომი გამოდის აი ამისგან. ბურთულებს ეხა ზოგს დიდს გავაკეთებ, ზოგს პატარას. ეს არ მომწონს ესეთი რო ჩანს, მოდი დღნილი როა ზემოთ, მაგრამ რა გავაკეთო ესეა და ასე რომ რაც ეგ არის ძირფასება. ეს პოლის ცომი რომ მოვზილე, იმას საერთოდ არ აქვს მსგავსი რა, მაგრამ მას აქვს. აუ მინდოდა ამაშიც ცოტა ვანილი, ეს არ წერია არსად, მაგრამ მე მინდოდა რომ ესე გამეკეთებინა და კაი დროს კი გამახსენდა. მაინც ვფიქრობ რომ უფრო უკეთესი იქნება, რა ვიცი, თქვენ რა სიტყვით. დაწერეთ ხმ თუ რა სუნი აქვს. მოკლედ ესე.
ხეს ჩემ თავისთვის არ მიმიხედია არც კრემი, არც ის პირიც კი ტუჩები ისეთი გამომშრალი მაქვს, რომ მისკდება ძალიან. თუმცა არაფერი ეგ. თავი გადვართ. მოკლედ ესე. გეტყვით მე თუ რამდენი გამოვა დავითვლი აუცილებლად. ჯერ ღუმელი არ მაქვს ჩართული. ჩავრთავ მე რო შევდებ. საერთოდ ყოველთვის გახურებულ ღუმელში შევდებდი, მაგრამ მოდი ახლა ესე გავაკეთებ. მეორეს შევდებ ჩვეულებრივად გახურებულ ღუმელში და შევხედავთ თუ რა განსხვავება გვექნება. ჯერ გამოვიდეს მეორე. გამოვა ვითომ? ეხლა მაგ გაკეთებული 7 ცალი. ვიქობ უნდა გამოვიდეს მეორეც. თუ სავსე არა, ცოტა მაინც გამოვა. ეგ თქვენზეა გამოკიდებული, თუ გინდათ ზემოთ მერე იმას იზავთ, უფრო მეც ნახეთ, ამოვლებისას არ რჩება ამაზე ბევრი. უბრალოდ მე სპეციალურად ვტოვებ. ნახე, ჩვეულებრივად რო ამოვავლებთ, იმდენი არ რჩება, მაგრამ აი ესე რომ მოვაყრე იმას ვტოვებ მერე ცოტას მაინც. აი ესე. ხვალ აუცილებლად უნდა წავიდე ქალაქში, ღმერთო გეხვეწები ოღონდაც მოვახერხო წასვლა. გოდის კლასელს აქვს დაბადების დღე და მოკლედ სკოლაში რო იქნება, გოდეც რო ვიცი რომ დაბადების დღე აქვს ბავშვს, რამეს ავიღებ და საჩუქარს მომუტანა. გოდეს დაბადების დღე დამთავრებული იყო, საერთოდ ჩვენ რომ მოვედით რა დრო იყო და იმ გოგომ პატივისცა გოდეს საჩუქარი მომუტანა. ასე რომ ძალიან მაგარი გოგოა მართლა. აი პატარა რამეს არ დაივიწყებს ადამიანისგან. ძალიან ყურადღებიანი გოგოა. შორენაზე ვამბობ, ჩემ დაბადების დღეზე რო იყო. ძალიან მაგარი გოგოა. ხო და ასე რომ ის გოგოა მე YouTube-ში რომ აქ ვიდეო რო აქეთ აკოცებს ლოღაზე გოდეს. ვეხვეწებოდით აკოცეო, მაგრამ ეს ისეთი მორცხვია, არაფრით არ ქნა. შარშანაც სკოლაში ქონდა. ხუთშაბათი დღე იქნებოდა შარშან. წელს პარასკევი რო უწევს. ფიქრობ გამოვა კიდე იქეთ. 1-5-6 ცალი მაინც გამოვა იქეთ. რო დავდოთ. ზოგი ზეც აკეთებს კარაქის მაგივრად. გუშინ გავედი იმით სტაფილოსფერი, ანუ სამი ფერი ერთნაირები რომ აქვს. ხო გახსოვთ ტემუდან გამოწერილები. ხო და იმით რომ გავედი გუშინ. საერთოდ იცით რომ არ ხედავთ ისედაც ის რომ აცვია შიგნით მე მაიკები და რამე არ ვიყენებ ხოლმე და კურტკა არ მქონდა შებნეული, კურთუკი რაც მოვიცვი, არ შევიბნიე, ისე წავედი და ისეთი ქარი იყო, მე მგონი გამჭედა. ცოტათი მეწყება ეხა. კი, 5-6 ცალი კი არა, ბლომად გამოვა იქით. აქ წავა ეხა 1, 2, 3. 3 ცალი. ერთი შუაში. ერთი აქ და ერთი შუაში. ჩემ ფილმში მაგარი ამბები ხდება ხალხო. ვერ წარმოიდგენთ რა ამბები ხდება.
აი ასე. ხა გაჩვენებთ ამას. აი ასე. ამდენი გამოვიდა და აი რაც დაგვრჩა, ამასაც ახლა გავამზადებ და აი დავაწყობ, რომ გამოვაცხოთ. მოკლედ ჩავთე ხუმელი, ჩავდებ ახლა ამას 220 გრადუსზე ჩავდებ. არ მახსოვს რამდენ გრადუსზე ვაცხობდი, ამიტომ იყოს 220 გრადუსზე. მე გავამზადებ ამასობაში მეორეს. და მოკლედ შედეგსაც ნახავთ.